მოგესალმებით, მე გახლავართ ჯემალ ზაგანია, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი. როგორ უკავშირდება საქართველოს სპორტული ისტორია ოლიმპიურ მოძრაობას? ოლიმპიური მოძრაობა უცხოარ არის საქართველოსაც. ყავს ძალიან დიდი მეცნიერი სპორტის დარგში ყავდა ივანე გვარამაძე, რომელიც წერდა, რომ მესხეთში ჩვენ წელთაღრიცხვამდე ტარდებოდა თამაშები, რომელიც ძველ ბერძნული ოლიმპიური ზმაგვარი თამაშები იყო და პროგრამა დაგვიტოვაო იაზონმა, ანუ არგონავტების კაპიტანმა და აი ამ დროიდან მოყოლებული საქართველოში ყოველთვის იმართებოდა სპორტული ღონისძიებები. ჩვენთან ძალიან დიდი ხნით ადრე არსებობდა შეჯიბრებების წელი ციკლი, რომელიც სადღაც გამომდინარეობდა ოლიმპიური თამაშების. წელიწადში ერთხელ ატარებდნენ მაგალითად მესხეთში ეგრეთ წოდებულ მესხურ ოლიმპიურ თამაშებს. 1996 წლიდან დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში და ჩვენი მონაგარი და ჩვენი წვლილი მის განვითარებაში ძალიან დიდია. ეს ერთი ბეწო ქვეყანა, რომელიც სულ 3,5 მილიონი 4 მილიონამდე ადამიანს მოუთვლის, დღეს 140 ოლიმპიურ ოქროს მედალს პოვს, მათ შორის 54 ოქროს მედალი გახლავდა. არ ყოფილა ოლიმპიური თამაშები, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც საბჭოთა კავშირს გამოვეყავით ორ ოლიმპიადაზე, მხოლოდ და მხოლოდ ბრინჯაოს მედლები იყო, დანარჩენზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველ ათლეტებს ოლიმპიური ოქროს მედალი არ მოეპირებინებიან. რეკორდისა გვაქვს, რომ ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა ქართველებმა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მყოფებმა 6 ოლიმპიური ოქროს მედალიც კი მოიპოვეს. დღეს როგორც გითხარით 44 ოქროს მედალია და თუ გავისთვალისწინებთ იმას, რომ საქართველოსთან წასული სპორტსმენები ეგრეთ წოდებული მამელუქები სხვა ქვეყნებისათვის იბრძოდნენ და მოპოვებული აქვს 14 ოლიმპიური ოქროს მედალი და თუ დავამატებთ ამ 44-ს გამომივა, რომ 58 ოლიმპიური ოქროს მედალია ქართველ სპორტსმენებს მოპოვებული ოლიმპიურ ასპარეზზე. ეს სადღაც 30-ულში ახვედრებს ჩვენ ქვეყანას და 30-ული პატარა არ გახავთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოლიმპიურ ოჯახში გაწევრიანებული არის 207 სახელმწიფო. 207 სახელმწიფოში 26, 27, 28 ძალიან მაღალი და დიდი მაჩვენებელი გახლავთ.